იმედი მაქვს არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ჩემი პროფესიული კარიერის განმავლობაში მე არა ერთ საჯარო პირთან მქონია ურთიერთობა შეხვედრა იმ პირებთან, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან, იმ პირებთან, რომლებიც დღეს არ არიან ოპოზიციაში, იმ პირებთან, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში ან ხელისუფლებასთან არიან და ასე შემდეგ. მე აღარ კონტაქტობ გულახდილად გეტყვით პირებთან, რომლებიც ხელისუფლებაში არიან და არიან ჩემი ნაცნობები. გადაწყვეტილება მივიღე ამგვარი, თუმცა პირებთან, რომლებიც ხელისუფლებასთან არიან, იმათთან კი მიწევს ხანდახან ურთიერთობა და მიწევს იმიტომ, რომ მეტი და მეტი ინფორმაცია მათ შორის, იმიტომ რომ მეტი და მეტი ინფორმაცია გავიგო ისეთი, რომელიც საჯარო ინტერესის საგანია, ცხადია. ხო და აი დღეს მე მქონდა შეხვედრა, ორი შეხვედრა მქონდა, ერთი ვესწრებოდი მამუკა ხაზარაძის შეხვედრას მედიის წარმომადგენლებთან და ამ შეხვედრის შემდეგ მე მქონდა ქართულ ოცნებასთან აფილირებულ ერთ პირთან, საკმაოდ ესეთი ჩაჭიდებული საუბარიო ბიზნეს რო უყვარს, ამის თქმა, ცხადია მან იცოდა ამ ჩემი ჩანაფიქრის თაობაზე და დააუსახელებლად, ანუ წყაროს გაუმხევლად მან გამანდო ზოგიერთი ის ინფორმაცია, რომლებიც ფიქრობ საინტერესოა საზოგადოებისათვის. კომისია აქვს შექმნილი ბიზნე ივანიშვილს, იცით თქვენ, თეა წულუკიანი არის ამ კომისიის ხელმძღვანელი, თეა წულუკიანი, სოზარ სუბარი, სხვები და სხვები არიან ამ კომისიაში და ეს კომისია იძიებს 2003-დან, არო ვარდების რევოლუციიდან, ვიდრე 2012-მდე, 2013 წლამდე ნაციონალური მოძრაობის საქმიანობას განსაკუთრებულ აქცენტს ის აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს 2008 წლის ომზე. აქ იცით თქვენ, რომ აქ დაიბარეს კიდეც გენერალი გოგავა, გენერალი ყურაშვილი იქნება დაბარებული, სხვები და სხვები, რომლებთანაც ექნებათ ამგვარი ამ თემაზე საუბარი. რას აკეთებს ეს კომისია ამაზე ოდნავ მოგვიანებით, მანამდე გეტყვით, გაგიმხელთ ინფორმაციას, ცნობას იმის თაობაზე, რა მომაწოდა მე ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა პირმა. კომისიის საბოლოო მიზანი არის ბიზნე ივანიშვილის შეკვეთით, რამდენიმე მიზანი აქვს. ქართული სახელმწიფოსთვის პირველი და უმთავრესი ალბათ არის ქართული სახელმწიფოსთვის 2008 წლის ომის დაწყების დაბრალება. ბიზნე ივანიშვილმა, ეხლა შეგვიძლია ესე ვთქვათ, რომ ვივარაუდოთ, რომ ბიზნე ივანიშვილმა მიიღო ეს შეკვეთა მოსკოვიდან, ლუბიანკიდან, მოსკოვს თავის მხრივ სჭირდება და თუ მოვახერხე მოვასწარი გეტყვით რატომაც. მეორე მიზანი არის, რომ რამდენადაც ქართულმა სახელმწიფომ დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, მოდი ესე ვიტყვი, წინა რეჟიმმა დაიწყო ომი რუსეთთან, ვერაიცილა კი არა, დაიწყო სწორედაც რომ შესაბამისად ეს პირები, რამდენიმე ათეული პირი, უნდა გამოცხადდეს სამშობლოს მოღალატედ, პირველ ყოვლისა რასაკვირველია მიხეილ სააკაშვილი და შესაბამისად რუსიზის სასამართლო მათ უნდა დააკისროს სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც უმაღლეს სასჯელს, რაც კი არსებობს ჩვენს ქვეყანაში, უმაღლეს სასჯელს, ანუ სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. ამას არ ჯერდება ბიზნე ივანიშვილი, ჩემი წყაროს ინფორმაციით, და ამას არ უნდა პრინციპში წყაროს ინფორმაციას, ამას ისედაც ყველა ვხვდებით, უბრალოდ წყაროს ვასახელებ იმიტომ, წყაროსზე ვამახვილებ ყურადღებას იმიტომ, რომ გითხრათ, რომ ეს არა მხოლოდ მიხვედრაა ჩემი, არა მხოლოდ ვარაუდია, არამედ ქართული ოცნების ჯგუფთან, ძირითად პოლიტიკურ ჯგუფთან დაკავშირებული პირიც მიდასტურებს ამას, თუმცა მის სახელის და გვარის ხელისუფლება არ მაქვს. ამის გარდა ესე იგი, რომ საქართველოს დაბრალდა ომის დაწყება 2008 წელს, აქედან გამომდინარე სამშობლოს ღალატი მიედავებიან მიხეილ სააკაშვილს და როგორც მითხრა მან ერთ ათეულ პირს მათ შორის, აქ მიწერია, ესე იგი, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია, სხვებიც. ხო, ამ მუხლით გავლენ ისინი და სამშობლოს მოღალატეებად იქნებიან მიჩნეულები. ამის შემდეგ უკვე და ამის პარალელურად ეს პრინციპში თქვა მამუკა მდინარაძემაც, ქართული ოცნება აპირებს შემდეგ რამეს, რომ ნაციონალური მოძრაობა კონკრეტულად აკრძალოს როგორც პოლიტიკური პარტია, ანუ თქვას, რომ ის კანონგარეშეა
და თვითონ რომ მიაჩნია ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებულ პარტიებად რომ მიიჩნევს, ასე მაგალითად პარტია ახალი პარტია, გირჩი მეტი თავისუფლება პარტია, დროა. ეს სამი პარტია ნამდვილად, აგრეთვე ლელო, უფრო ზუსტი რომ იყო ძლიერი საქართველოსთვის და გახარიას პოლიტიკური პარტიაც აკრძალოს. ეხლა ამ ორ უკანასკნელს როგორ ედავება ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირს, აფილირებას და ასე შემდეგ, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ მათ აკრძალვასაც აპირებს. ანუ სამი ძირითადი მიზანი აქვს ქართულ რუსულ ოცნებას. პირველი, საქართველოს დაბრალდეს ომის დაწყება 2008 წელს. ეს სჭირდება რუსეთს, პრინციპულად სჭირდება. მეორე, სამშობლოს ღალატის მუხლით გასამართლდეს დაახლოებით 10 პირი და იჭირონ და გასამართლდეს, აიკრძალოს პოლიტიკური პარტიები. წყარო ამბობს, წყარო მეუბნება ასეთ რამეს, რომ ხო არიანო სხვა პოლიტიკური ჯგუფებიო, რომლებიც არიანო ავსპარეზეო, ასე მაგალითად ლეიბორისტული პარტია, მე უდასტურებ ბატონ შალვანათელაშვილის პატივისცემას, რასაც მეუბნება, მათ კი არ შეეხებაო და როდესაც უკვე ახალ არჩევნებს გამოაცხადებს ქართული ოცნება და აუცილებლად გამოაცხადებს ან მიმდინარე წლის ოქტომბერში ადგილობრივი არჩევნებთან ერთადო, ან მომავალი წლის აპრილ-მაისში იქ ხო სხვა პოლიტიკური პარტიებიც მიიღებენ მონაწილეობას. აი არსებობს ესეთი პარტია ლევან სუცკიძე ხელმძღვანელი, მასაც უდასტურებ პატივისცემას. ასეთი პარტია თავისუფლების მოედანი. ეხლა იქნება იმემარცხენეების რაღაც პოლიტიკური ჯგუფი ვახუშტი მე ნაბდია თუ არ ვცდები ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ლევან ლორთქიფანი სხვები და სხვები. და ასე შემდეგ. აი ისინი მიიღებენ მონაწილეობას და შესაბამისად კონკურენტულ გარემოში შევლენო ასევე და აქტიურდებიან სხვებიცო. და ხალხის ძალაც ხო ოპოზიციის ოპოზიციაო, ამას მეუბნება წყარო. ხა ეს სისულელია ცხადია, იმიტომ რომ თუ პოლიტიკური პარტიები იქნებიან აკრძალული, ეს პოლიტიკური ჯგუფები, ანუ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ხაზრაძის პოლიტიკური დაჯგუფება, ბადრი ჯაფარიძესთან ერთად, ნიკა გვარამიას ახალი, ზურე ჯაფარიძის გირჩი მეტი თავისუფლება, ხო, გირჩი მეტი თავისუფლებაზე გამახსენდა იაგო ხვიჩიას გირჩის აკრძალვას სულაც არ აპირებს თურმე პარტია ქართული ოცნება. და ახალი პოლიტიკური პარტიები წარმოიქმნებიან და კი გაიმარჯვებს ქართული ოცნება რიგარეში არჩევნებში თუ დაინიშნება ეს მაინც და მაინც, მაგრამ ესენი კი ვერ მიიღებენ მონაწილეობას. ჩემს შეგებებულ კითხვაზე რომ ხაზარაძის ხო შეუძლია რომ გაერთიანდეს ლეიბორისტულ პარტიაში, ასე მაგალითად ან თავის ნიკა გვარამიას თავისუფლების მოედანში, ხო, ლევან სუცკიძესთან. მითხრა პასუხობს ამგვარ რამეს, რომ არავითარ შემთხვევაში მათ არ მოხდებაო, მათ პერსონალურად, აი ესე კანონი შეიქმნება, რომ პერსონალურადაც აეგრძელებათ პოლიტიკაში მოღვაწეობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუ დაჭერილები არ იქნებიან. ვინც დაჭერილები იქნებიან, ხო, მით უმეტეს ისინი პოლიტიკაში, მით უმეტეს საარჩევნო რომელიმე სიაში ვერ იქნებიან წარმოდგენილებიო. ხა ცხადია, რომ ქართული ოცნება ამ ყველაფერს აკეთებს რუსეთის შეკვეთით და რუსეთს საქართველოს დადანაშაულება 2008 წლის კონფლიქტის დაწყებაში სჭირდება, გაგიკვირდება და უკრაინის კონტექსტშიც. რუსეთმა უნდა თქვას, უნდა შექმნას პრეცედენტი ამგვარი, რომ მას თავს ესხმიან ჩვენ შემთხვევაში მის სამშვიდობო ძალებს 2008 წელს და თავად არც არავინ არ ესხმის და აგე საქართველო ქვეყანა, რომელიც იყო უკრაინაზე მნიშვნელოვნად წინ რუსეთთან დაპირისპირების ისტორიაში თუ პროცესში, საქართველოს და მისი ლეგიტიმური ხელისუფლებაც კი გამოძიების და კვლევაზიების შედეგად ამბობს, რომ მისმა ხელისუფლებამ, წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა ეს დანაშაული და რუსეთის სამშვიდობოებს გაუხსნა ცეცხლი და რუსეთს იქით შეუტია და რუსეთს სხვა გზა არც ჰქონდა დარჩენილი და ამის დარჩენილი გარდა საქართველოს ოკუპაციისა და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლისა ომისა საქართველოს წინააღმდეგ. ამის დამტკიცება რუსეთს და კერძოდ პუტინს, FSB-ს, მოდი ესე ვიტყვი და შესაბამისად პუტინს უნდა საერთაშორისო ასპარეზზე და ამის თქმა უნდა ამერიკელებისათვის, რომ ამერიკელებმა თავის მხრივ ამერიკის ადმინისტრაცია იგულისხმება, აი ეს დამნაშავე სახელმწიფო საქართველოს, ამ დამნაშავე სახელმწიფო საქართველოს დიდი ყურადღება არც მიაქციონ, კი ბიძინა ივანიშვილი თითქოს ემიჯნება მიხეილ სააკაშვილის ეგრეთ წოდებულ მემკვიდრეობას, მაგრამ კანონიერი არის რა, ამას თქმას აპირებს პუტინი ტრამპისთვის, უხეშად პუტინი ტრამპისთვის და შეერთებული შტატებისთვის რუსეთი.
ეს ლეგიტიმური ხელისუფლება ყავს ამ ქვეყანას და ის კი ირჩევს რუსეთის გზას და აქედან გამომდინარე რა ესაქმება, დავარქვათ ესე, შეერთებულ შტატებს ან ზოგადად დასავლეთს შავი ზღვის ქვეყანა საქართველოში. აი ეს არის დაახლოებითი სცენარი და აქვე ახლა რასაკვირველია ეს ყველაფერი გამყარებული იქნება რაღაც უცნაური მაგალითებით, რომ ამ ქვეყანაში პორტუგალიაში აკრძალულია ესეთი პარტია ან რაღაც პორტუგალია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა, ნატოს წევრი სახელმწიფოა და პაპუაშვილები და სხვები დაიწყებენ იმის დამტკიცებას, რომ თუ პორტუგალიაში აიგზალა რაღაცა, ან გერმანიაში აიგზალა ნაცისტური პარტია, სიმბოლიკა პარტია და ასე შემდეგ, რატომაც არ დაიგზალოს პოლიტიკური ჯგუფი თუ პოლიტიკური პარტიები საქართველოში. ეხლა გახარიასთან და ხაზარაძესთან მიმართებაში როგორ აპირებენ შეფუთვას სიმართლე გითხრათ არ ვიცით. იმის თქმას აპირებენ სავარაუდოდ რომ გახარია თანამშრომლობდა და fake news-ების მოფიქრებას მიხეილ სააკაშვილთან და მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო ასე მაგალითად 2008 წელს ან მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ზოგადად, ისიც უნდა დაისაჯოს როგორც კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. ლელოსთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია ხაზრაძესთან მიმართებაში უფრო ზუსტი რომ იყო. დაწყებულია პროცესი, სულაც არ ეხება 2003-4-დან 12-13 წლამდე ამბებს ის რასაც ედავებიან, რაშიც ედავებიან ლელოს, ცოტა შემდგომი პერიოდის არის, მაგრამ ედავებიან კია და სხვა შორის მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ამ კომისიის მუშაობა წულუკიანის გულისხმობს, წულუკიანის კომისიას კარგად გაადასტურაო თუ წარმოაჩინაო, რომ 2013 წლიდან მიმდინარე შემდგომი პროცესებიც უნდა გამოვიზიოთ, იქაც რაღაც საშინელებები ხდებოდა. ხა, რუსეთის ჩანაფიქრი რომ ეს არის, ვიცით, რუსეთს რით იყავს გამოჭერილი ბიზინა ივანიშვილი პერსონალურად და დანარჩენები უკვე ბიზინა ივანიშვილს ეს არ ვიცით, თუმცა ვარაუდების გამოთქმა შეიძლება რასაკვირველია, მათ შორის ფინანსური სარგებელი აქვს ცალკეულ პირებს რუსეთიდან, ბიზინა ივანიშვილს ხო აქვს და ასე შემდეგ. მაგრამ არ არის მთლად ესე მარტივად საქმე უშუალოდ ბიზინა ივანიშვილისთვის, რომ ვიცოდეთ, ხო, რომ არ დამავიწყდეს ბოდიშ ვიხდი ოკუპაციის მუზეუმზე და საქართველოს სახელმწიფო დროშაზე და ჰიმნზე მინდა ყურადღების გამახვილება ბლოგის ბოლოს. არ არის თლად ესე მარტივად საქმე და არ არის მარტივად იმიტომ რომ როგორც ჩანს დასწრებაზეა და პოლიტიკური აქტორები რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებით მუშაობენ ან ქმედებენ რაღაც ერთმანეთს ასწრებენ და ახალ რეალობებს ქმნიან. იცით თქვენ რომ დღეს სენატის საგარეო კომიტეტმა მიიღო აბასობაში მიიღო მეგობარი აქტი და პრაქტიკულად ერთიან თუ გნებავთ ესე ვიტყვი ნახევარი ნაბიჯიღაა დარჩენილი რომ ეს საკითხი ავიდეს თლათ სენატის 100 კაციანი 100 სენატორის წინაშე იყოს სენატორის მიერ იყოს განხილული და სენატმა მიიღოს ეს ყველაფერი. ეხლა ეს რატომ არის მნიშვნელოვანი? რატომ და იმიტომ რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი და შესაბამისად უკვე შემდგომ სენატი ავალდებულებს შეერთებული შტატების პრეზიდენტს, მოდი შეიძლება წავიკითხო ზუსტად, რომ არ შემეშალოს. უყურეთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტს სთხოვს დაუწესოს სანქციები ქართული ოცნების ჩინოვნიკებსა და მათ მოკავშირეებს, რომლებიც ჩართულნი არიან კორუფციაში, ანუ კახა კალაძე და გერხა მერქი ესე ვიტყვი. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩაშლაში არიან მხილებულნი, რომლებიც ძილს უთხრიან საქართველოს სუვერენიტეტს, ბიზნეს ხო დაერხა ამ შემთხვევაში, და ტერიტორიულ მთლიანობას, ან ჩართულნი არიან სხვა კორუფციულ ქმედებებში. საქართველოში სტაბილურობის საზიანოდ. აი ამ მუხლს რომ მივაქციოთ ყოველდღიურად უკლებლივ ყველა ქართული ოცნების უკლებლივ ყველა ლიდერი ხდება პრაქტიკულად სანქციების ქვეშ. ეხლა რას ამბობს კიდე და აქ უკვე თავდაცვის უწყების მოქმედ თანამშრომლებს მინდა მიუმართო ალბათ, ხო? ხალხთა შორის კავშირებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებასაც ისახავს მეგობარი აქტი მიზნად. ოღონდ მაშინ როცა საქართველოს შესაბამისობაში იქნება საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებთან. უყურეთ, ეს პრინციპში ესეთი ნახევრად ფარული მესიჯია შეიარაღებული ძალების გასაგონად და ეუბნებიან ჩვენს ოფიცრებს პირველ ყოვლისა და სხვებს, რომ საქართველოს
დე-ფაქტო ხელისუფლება უღალატა საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს და საქართველოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კი გაგრძელდება მაშინ, როდესაც ეს ჯგუფი, ეს პოლიტიკური ჯგუფი სულაც აღარ იქნება ხელისუფლებაში, ანუ ძალაუფლების პატრონი, ხო? ამავე აქტში არის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა და ასე შემდეგ. ეხლა რატო ეს კიდევ მნიშვნელოვანი ბოდის ვიხდი? ხო, და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ურთიერთობის სრული გადახედვა მოხდება ყოველ შემთხვევაში, ვიდრე ესენი არიან, დახმარების ყველა პროგრამის გაჩერება. დახმარების ყველა პროგრამას თავი დაანებეთ ერთ წამს. მე გამოვთქვა ტრამპის მათ შორის საიმიგრაციო პოლიტიკის გამოვთქვა ესეთ ფრთხილ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ასე გაგრძელდა და ტრამპამდე მივიდა სწორედ ამგვარი პოლიტიკის განხორციელების თაობაზე რეკომენდაციები და მაღალი ალბათობით მივა, იმიტომ რომ ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, ანუ არა მხოლოდ რესპუბლიკელები, ტრამპისტი რესპუბლიკელები, არამედ დემოკრატებიც უჭერენ, არა მხოლოდ დემოკრატები და ტრამპისტებიც უჭერენ ამ მეგობარი აქტს. ტრამპმა თუ ამგვარი პოლიტიკა შეიმუშავა ცხადია რუბიოსთან, ვოლცთან შეთანხმებით, ვილსონთან შეთანხმებით და სხვებთან და ასევე სენატორ რიშთან შეთანხმებით, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარეა იცით, იმ კომიტეტის რომელმაც ეს აქტი მიიღო და რომელიც გაიტანს უკვე შემდგომ სენატის ხდომაზე ამ აქტს და ამტკიცებს სენატის ცხადია. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას ამ შემთხვევაში ექმნება პრობლემები და გეტყვით რატომაც და რა კუთხითაც. ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკიდან გამომდინარე, ახლა მაინც კი არ გამოყრიან ქართველებს, რომლებიც იქ არიან, არა, თუმცა ბევრი უკანონოდ არის ჩასული იცით თქვენ. მაგრამ ტრამპმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთან ტრანზაქციების შეჩერების თაობაზე. ანუ მარტივად რო ვილაპარაკოთ, შეერთებული შტატებიდან ყოველი $1000 ვერ გადმოირიცხება ბიზნეს ივანიშვილის ტანში ან ბიზნეს ივანიშვილის საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმიტომ რომ იცით თქვენ რომ ეხლა მე ხვედრითი წილი რამდენია, არ ვიცი შეერთებული შტატებიდან გადმორიცხებისა, მაგრამ საქართველოში ბევრი ფული რო ირიცხება, მათ შორის შეერთებული შტატებიდან, აგრეთვე ევროპიდან, ეს ცხადია ევროპაც რომ მიბაძავს შეერთებულ შტატებს და ამ ხრივ მაინც დაემთხვევა, ხო, ესეც ფაქტია, იმიტომ რომ ევროპა კიდევ უფრო მკაცრია, ნამდვილად მკაცრია საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებასთან მიმართებაში. აქვე ვიტყვი, რომ ბიზინა ივანიშვილმა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით $12 მილიონი გადაიხადა იმ ლობისტური კომპანიისათვის, რომელსაც უნდა უზრუნველეყო თუნდაც სენატის საგარეო კომიტეტის დონეზე ამ მეგობარი აქტის დაბლოკვა, მაგრამ პრაქტიკულად ჰაერში ან წყალში გადაყრილი ფულია, იმიტომ რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო სენატორებისა და კონგრესმენებისა, სენატორებისათვის ჩვენ შემთხვევაში და ამ შემთხვევაში ამ აქტის მიღებაზე უარი ხო ვერ იტყოდნენ, უარის თქმევინება უნდა მეთქვა, არასწორი სიტყვა იქნებოდა, მაგრამ უარს არ იტყოდნენ ისინი და ვერავინ ვერ დაავალდებულებდა მათ, ვერანაირი ლობისტური კომპანია ვერაფერს ვერ იჩალიჩებდა და მოახერხებდა. ორპარტიულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო, აქვე და ბარემ ბოლო პასაჟებზეც გადავიდეთ, გეტყვით თქვენ. ეხლა მე რუსეთის მოთხოვნა, გარდა იმისა, რომ ესე იგი კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ საქართველოს დაბრალდეს 2008 წლის ომის დაწყება და ოცნების წარმომადგენლები კი იტყვიან, რომ საქართველოს არაფერ შუაშიაო, მაგრამ და პრეზიდენტ სააკაშვილზეა აქცენტი გადატანილიო, მაგრამ რეალურად რამდენადაც მაშინ საქართველოს პრეზიდენტირებას ახდენდა პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი სახელმწიფო გუნდი, შესაბამისად საქართველოს ბრალდება და რუსული ნარატივი სწორედ საქართველოსთან დაკავშირებით იქნება ამგვარი. მეორე, აქედან გამომდინარე, აქ გითხარით თქვენ რომ ესე იგი აპირებენ სამშობლოს ღალატისათვის 1/10 პირის გასამართლებას, მე დაახლოებით 4-5 სგვარი ვიცი. დავკეცი ეს ფურცელი. ოდიში. 4-5 სგვარი ვიცი. დიახ, 4-5 სგვარი ვიცი. ეს არის უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი, ეს არის მერაბიშვილი, ეს არის ხო ახლა წავიკითხე. ნიკა გვარამია, ეს არის ზურაბადიიშვილი, ეს არის გიგი უგულავა, თქვი თუ არ თქვი, გიგა ბოკერიაზეა საუბარი, ამ ჩემი წყაროს ინფორმაციით კვლავ ვიმეორებ, 10 დასჯიან სამაგალითოდო, რომ სხვებმა მე სამშობლოს არ უღალატო, არა არ ღალატობდნენ ესენი სამშობლოსო, რომ ვესაუბრები
ხანდახან მინდა რომ ესე დრუზო ხოლმე რაღაც თავში, მაგრამ ცხადია არ დრუზავ, მან იცის რომ მე ამ ინფორმაციის გამხელას ვაპირებ და კი გითხარით რომ პირობა გვაქვს ერთმანეთისთვის მე მისმული რომ მას არ დავასახელებ. ბიზნეს მოთხოვნაა ამასაც ამბობს. ხო და მესამე ამბავი არის რომ სამშობლოს ღალატისთვის გასამართლებიან ესენი და მესამე ამბავი არის ის რომ პოლიტიკური პარტიები აიგრძალება. კვლავ ვიმეორებ, ეხლა ეს რომ ძალიან სერიოზულ კი არა პრობლემებს შეუქმნის, მოდი ესე ვიტყვი, ქართულ ოცნებას დასავლეთიდან ეს ცხადზე ცხადია. ბიზნესა არ ცდილობს დასავლეთთან დალაგებას ურთიერთობისა, აი მე ვარ და ჩემი ნაბადიო ასე ამბობს. და ვერც ვერაფერს ვერ დამაკლებს დასავლეთიო და ბოლო ინფორმაცია ამავე წყაროს ინფორმაციით, ამავე წყარო მომაწოდა ინფორმაცია, რომ ეს ოდინდელი იდეაა ქალბატონი წულუკიანისა ჯერ კიდე მაშინ, როდესაც ის იყო თაჯერ იუსტიციის მინისტრი და უკვე შემდგომ კულტურის მინისტრი, მაშინაც განიხილავდა ის ახლო წრეში ამას და მე მსმენია ამ იდეის თაობაზე, ქალბატონი წულუკიანია კვლავ ვიმეორებ ავტორი, ესენი აპირებენ ოკუპაციის მუზეუმის რეორგანიზაციას და არ ქმნიან მან რეალურად გაუქმებას. და რეოკუპაციის მუზეუმის კონცეფცია გარკვეულწილად საკრიტიკოც არის გულახდილად გეტყვით, მაგრამ აქ გითხარით რომ ესენი აპირებენ მთლიანად გაუქმებას რეორგანიზაციის ეგიდით. ეს ერთი და მეორე აი ეს ჯგუფი როა შაქარაშვილ და ნაკაკაბაძე და ვიღაცები რო არიან და რეალურად ეს ფართო ჯგუფია, რომელშიც ყაინდრავად შედის, არ ვიცი ვიღაცები შედიან, ის ხათუნა ხოფერია შედის, ვასილ მაღლაფერიძე შედის, ლაშა ნაცრიშინ ბევრი შედის. ამ ჯგუფში, მაგრამ ლევან გაჩიჩილაძე სხვები და სხვები შედიან, ესეთი რაღაცა შავრაზმელთა ჯგუფია, მეთქი ასე შემიძლია გითხრათ. ხო, ესენი აპირებენ ამგვარი წინადადების წამოყენებას საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებასთან თუ ხელისუფლებისათვის, რომ დროშა ჩვენი არის იგივე დროშა, რასაც ხმარობს ნაციონალური მოძრაობა. და მოდი ვიფიქროთ, დავხვეწოთ და შევქმნათ ახალი დროშა. მათ შორის ეს გადაწყვეტილება კი არა, ეს ინიციატივა დაეფუძნება, არც მინდა გავამხილო სიმართლე გითხრათ, ამ დროშის სიმბოლიკის არამართლზომიერებას, უფრო კარგად რო ჩამოვაყალიბო, მრავალეთნიკურ ქვეყანაში ამის იგივე ფრჩხილებს არ გავხსნი. ასევე ლაპარაკია არა გერბზე, სხვათა შორის არამედ ჰიმნზე. კულტურის მინისტრო აზრობუშაობდა ქალბატონი წულუკიანი, მას გამართა ერთი სხდომა ამასთან დაკავშირებით დახურული და იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ ვიფიქროთ ჰიმნის ტექსტის შეცვლა. მუსიკის შეცვლა და ტექსტის შეცვლა. ბიზნესა ივანიშვილთან განხილული არის თუ არა ეს საკითხი, არ ვიცი, თუმცა ჯერ კიდე 2011-2012 წლებში, 2013 წელს უფრო ზუსტი რო ვიყო, როცა ის პრემიერი გახდა. მას ვიწრო წრეში ნათქვამი აქვს ამგვარი რამე, რომ ეს რა გაუგებარი სიმღერაა და სხვა რამეზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ამ სიმღერის ტექსტშიო, ჰიმნის ტექსტშიო. ეს ნათქვამი აქვს ვიწრო წრეში და ვიწრო წრეში იყვნენ ის პირებიც, რომლებიც ახლა ოპოზიციაში არიან. ეხა იქი გააჩერეს და უთხრეს, რომ ეხა ამგვარ რამებს ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ეს ჩვენი სახელმწიფო ჰიმნიო, მაგრამ ესეთი და ჩემია კაცია ეს ბიზნესა ივანიშვილი, რომელსაც რაღაც ამოჩენები აქვს, რაღაც თაროზე შემოდებს ხოლმე თავის ამოჩენებებს და მე გააცოცხლებს თუ ეს გადაყრის ამ წიგნებიდან თუ ამოჩენებიდან და მე ისევ გააცოცხლებს ამა თუ იმ თემას, თუმცა სიტუაცია მწიფდება. სიტუაცია მომწიფებულია ახლა. მას ყავს ხურბოჭრილი მონები არა მხოლოდ ამ კომისიაში, არამედ ზოგადად 24 წუთი გასულა ამასობაში და ბიზნესა აპირებს, რომ ჰიმნიც შეცვალოს თუ ეს ყველაფერი გაუვა. ეხლა ყავს თუ არა შიგნით ოპონენტები არ ხავს, ამაზე მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, შიგნით მე ოფიციალურ პირებს გულისხმობ, ეხლა ვის მრჩევლები არიან, ვინც ემუშავებიან, ხო აი ამ ჩემს ნაცნობსაც ვკითხე, შენ რა აზრის ახარ მერქი ამასთან დაკავშირებით, მერქი მოგეონებით მინდა ხოლმე ხანდახან დრუზო, მაგრამ მის მიერ კულუარებიდან გამოტანილი ინფორმაცია შემთთვის მეტად ფასეულია, საშუალოდ 2 თვეში ერთხელ ამაკ მასთან 3 თვეში ერთხელ შეხვედრა. მე უარყოფითი აზრისა ვარ, რომ ეს კი მითხრა, მაგრამ ვერ გაბედავს ალბათ, მაღალი ალბათობით. იმას, რომ ბიზნესა ივანიშვილს აუხტეს და თუ ამგვარი გადაწყვეტილება, თუ ამგვარი ინიციატივა იქნება დაყენებული.
აი ამის თქმა მინდოდა სულ მეგობარი აქტის მიღებას სენატის საგარეო კომიტეტის დონეზე თუნდაც გილოცავთ. პრეზიდენტ ივანიშვილს რო გონია ისე არ იქნება. ვერ გაყოფს ის საზოგადოებას, ვერ გაყოფს ის მამულს, ვერ გადაულოცავს საქართველოს რუსეთს. მაგრამ იმისთვის რომ ეს მოხდეს, ჩვენ ჩაუხრელი ძალიან მძიმე სამუშაოების შესრულება მოგვიწევს უკლებლივ ყველას, ვისაც გასიგრძე განებული გვაქვს, რა ჯოჯოხეთში აღმოჩნდებით ბიზნეს ივანიშვილი თუ გაიმარჯვებს ამ პროცესებში ამ შემთხვევაში. მეტი მგონი არაფრის თქვა მინდოდა, ნახვამდის.